რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების სამსახურმა დაადასტურა, რომ დაღესტანში ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად მოკლულია 2010 წლის 29 მარტს მოსკოვის მეტროში მომხდარი ტერაქტის ორგანიზატორი მაგომედ ალი ვაგაბაევი. სპეცოპერაცია სოფელ გუნიბში ჩატარდა, წინასწარი მონაცემით ლიკვიდირებულია 5 ბოევიკი, მათ შორის ვინმე საადულ მაგომედოვიც. მოკლულთა შორის არის ხავაიუტის რაიონის ამირი რუსტამ მუნკიევი. აღსანიშნავია, რომ მუნკიევის ლიკვიდაციის შესახებ ინფორმაცია 20 აგვისტოს გავრცელდა. რუსის სამართალდამცავების განმარტებით ვაგაბაევზე დევნა 2 წელზე მეტია ხორციელდება. შეგახსენებთ 2010 წლის 29 მარტს მოსკოვის მეტროში მომხდარი ტერაქტის შედეგად 40 ადამიანი დაიღუპა, 160 კი დაშავდა. ირანში პირველი ატომური ელექტროსადგური ამუშავდა, ამასთან დაკავშირებით ბუშერში საზეიმო ღონისძიება გაიმართა, რომელშიც რუსეთის სახელმწიფო კორპორაცია როსატომის ხელმძღვანელი სერგეი კირიენკო და ირანის ვიცე-პრეზიდენტი ალი აკბარ სალეჰიც მონაწილეობდნენ. ბუშერის ატომური ელექტროსადგურის მშენებლობა 1970-იან წლებში დაიწყო. ატომური სადგურის საწვავს რუსეთიდან მიიღებს. რუსეთმა საწვავის პირველი პარტია ირანში 2007 წელს ჩაიტანა. ბირთვულ საწვავზე სრულ კონტროლს საერთაშორისო ორგანიზაცია მაგატე სპეციალისტები ახორციელებენ. ირანის ბირთვული პროგრამა წლების განმავლობაში ხორციელდებოდა, რასაც საერთაშორისო ორგანიზაციების შეშფოთებას იწვევს. ბუშერში სპარსეთის ყურეს სანაპიროზე ირანის ისლამური რესპუბლიკის პირველი ბირთვული რეაქტორის ფიზიკური გაშვება განხორციელდა. რეაქტორის ექსპლუატაციაში შესვლა ირანში საზეიმო ცერემონიით დაიწყო, რომელსაც რუსული კორპორაცია როსატომის თავმჯდომარე სერგეი კირიენკო და ირანის ვიცე-პრეზიდენტი ალი აკბარ სალეჰი ესწრებოდნენ. ცერემონიის შემდეგ მხარებმა პრეს-კონფერენცია გამართეს. სერგეი კირიენკოს განცხადებით, დღევანდელი დღე ირანისა და რუსეთის ბირთვული ენერგეტიკის სფეროს სპეციალისტებისთვის განსაკუთრებულია. მისი თქმით, ბუშერის ბირთვული ელექტროსადგურის პროექტი უნიკალურია და მისი ანალოგი მსოფლიოში არ არსებობს. ეს ფაქტი ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან რუსეთმა ირანისთვის წლების წინ მიცემული დაპირება შეასრულა და ახალი ბირთვული ელექტროსადგურის მშენებლობა დაასრულა. მიგვაჩნია, რომ ნებისმიერ ქვეყანას, რომელიც საერთაშორისო ნორმების შესაბამისად მოქმედებს და მაგატესთან დიალოგის ფარგლებში აწარმოებს ბირთვულ პროგრამას, სრული უფლება აქვს საკუთარი ბირთვული ელექტროსადგური ჰქონდეს. ირანის ვიცე-პრეზიდენტმა ალი აკბარ სალეჰი 21 აგვისტოს ისტორიული დღე უწოდა და ბირთვული ელექტროსადგურის მშენებლობაში გაწეული დახმარებისთვის რუსეთს მადლობა გადაუხადა. ირანელი ერის სახელით მინდა უღრმესი მადლობა გადაუხადო რუს ხალხს და რუსეთის ხელისუფლებას ირანთან თანამშრომლობის გამო. ეს დღე ირანის ისლამური რესპუბლიკის ისტორიის ერთ-ერთი მთავარი დღე გახდება. მინდა კიდევ ერთხელ აღვნიშნო, რომ ირანი ბირთვული რეაქტორის ექსპლუატაციას მხოლოდ მშვიდობიანი მიზნებისთვის ახორციელებს და ამით მსოფლიოს არანაირ საფრთხეს არ უქმნის. წლის ბოლომდე ატომური ელექტროსადგურის სრული დატვირთვით ამოქმედება იგეგმება. ბუშერის ბირთვული ელექტროსადგურის მშენებლობა 1974 წელს გერმანული კომპანია კრაფთვერკის მონაწილეობით დაიწყო. თუმცა 1995 წელს ირანმა გერმანულ კომპანიასთან თანამშრომლობაზე უარი თქვა და ელექტროსადგურის მშენებლობა რუსეთთან ერთად განაგრძო. რუსეთი სომხეთში ახალ ატომურ ელექტროსადგურს ააშენებს. როსატომის ხელმძღვანელმა სერგეი კირიენკომ და სომხეთის ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრმა არმენ მოვსესიანმა პრეზიდენტების დიმიტრი მედვედევისა და სერჟ სარქისიანის თანხლებით სომხეთის ატომური ელექტროსადგურის ახალი ენერგობლოკის მშენებლობაზე შეთანხმებას ხელი უკვე მოაწერეს. 2006 წელს სომხეთის ხელისუფლებამ გამოაცხადა, რომ მოქმედი ატომური ელექტროსადგურის ექსპლუატაციის ვადა 2016 წელს იწურებოდა. ახალი ევროპული სამეზობლო პროგრამის ფარგლებში სომხეთმა ხელი მოაწერა გეგმას, რის მიხედვითაც მოძველებული სადგურის მაქსიმალურად მოკლე ვადაში დახურვის ვალდებულება იკისრა. სომხეთის ენერგეტიკის სამინისტროს მონაცემებით ახალი ენერგობლოკის მშენებლობა 5 მილიარდი დოლარი დაჯდება და ის 2011 წლიდან დაიწყება. აფრიკის დასახლებაში ბეტონის ფილის გამაგრებით სამუშაოების დროს ერთ-ერთი ხელოსანი 52 წლის ვაჟა ხატიაშვილი, რომელიც კედლის გამაგრებით სამუშაოს ასრულებდა, ბეტონის ფილის ქვეშ მოყვა და გარდაიცვალა. შემთხვევა ენუქიძის ქუჩაზე მოხდა. შემთხვევის ადგილზე სამართალდამცავები და კრიმინალისტები იმყოფებიან, რომლებიც მომხდარს იკვლევენ. საათსა და 30 წუთზე კერძო საწარმოს ტერიტორიაზე მიმდინარე გამაგრებით სამუშაოების დროს ჩამოთვალა გრევა, რის შედეგადაც დაიღუპა მომუშავე ადამიანი, სამძიმარს უცხადებს დაღუპულის ოჯახს. რაც შეეხება მიზეზებს, ამაზე მუშაობენ შესაბამისი კომპეტენტური ორგანოები და ამ ტრაგედიის რეალური მიზეზი მოგვიანებით გახდება ჩვენთვის ცნობილი.
2010 წლის 20 აგვისტოს საქართველოს მთავარი პროკურატურისა და კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის თანამშრომელთა მიერ დაკავებულია ნიკოლოზ კვეზერელის დანაშაულებრივი ჯგუფის კიდევ ერთი წევრი ამხანაგობა ბარნოვი ორის ხელმძღვანელი ნანა ესაკია. წინასწარი გამოძიები დადგინდა, რომ ესაკიამ ფიქტიური ფინანსური ოპერაციების განხორციელებით მიითვისა კორეელი ინვესტორის კუთვნილი 1 მილიონი ამერიკული დოლარის ღირებულების ქონება. შემდგომ კი დანაშაულის შენიღბვის მიზნით მოახდინა მისი ლეგალიზაცია. ამ დრომდე დაუდგენელი პირების სახელით შეისყიდა მიწის ნაკვეთები და შენობები. ნანა ესაკიას ბრალად თაღლითობა და უკანონო შემოსავლების ლეგალიზება ედება. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში კი სასჯელის სახით 12 წლით თავისუფლების აღკვეთა. ჩატარებული წინასწარი გამოძიები დადგენილია, რომ ესაკიამ ფიქტიური ფინანსური ოპერაციების განხორციელების გზით მიითვისა კორეელი ინვესტორის კუთვნილი დაახლოებით 1 მილიონი ამერიკული დოლარის ღირებულების ქონება. შემდგომში კი მითითებული დანაშაულის შენიღბვისა და დაფარვის მიზნით მოახდინა მისი ლეგალიზება. კერძოდ, გამოძიების ჯერჯერობით დაუდგენელი პირების სახელით ქალაქ თბილისში შეიძინა მიწის ნაკვეთები და სხვა სახის უძრავი ქონება. გამოძიების ამ ეტაპზე დგინდება მითითებული პირების ვინაობა და უახლოეს პერიოდში ისინი დაკავებულები იქნებიან. ესაკიას ბრალდება წარედგინება სხვისი ქონების მითვისებისა და უკანონო შემოსავლების ლეგალიზებისათვის დანაშაული სასჯელის სახით ითვალისწინებს 12 წლის თავისუფლების აღკვეთას. კონსერვატიული პარტიის წარმომადგენელი და პარლამენტის ყოფილი წევრი ნიკა კვეზერელი 6 აგვისტოს თაღლითობის და პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევის ბრალდებით პროკურატურამ და შინაგან საქმეთა სამინისტროს კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტმა დააკავა. მას ბრალად ედება 2009 წელს კორეელი ინვესტორისთვის თაღლითური გზით ფულისა და ავტომობილის გამოძალვა. გამოძიების მტკიცებით ინვესტორს კვეზერელმა საწყის ეტაპზე 10,000 დოლარი, შემდეგ კი 250,000 დოლარი, მოგვიანებით კი 40,000 დოლარად შეფასებული ინფინიტის მოდელის ავტომანქანა გამოსცალა. ნიკა კვეზერელი სასჯელს 1995 წლის 29 აგვისტოს ყოფილ პრეზიდენტ ედუარდ შევარდნაძეზე ტერაქტის განხორციელების გამოციხდიდა და ის მხედრიონის რამდენიმე წევრთან ერთად გაასამართლეს. თუმცა სასამართლომ კვეზერელს ტერაქტის ბრალდება მოგვიანებით მოუხსნა და 7 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა ერთ-ერთი მოქალაქის გატაცებისა და მისთვის სხეულის დაზიანების ბრალდებით. შეწყარებითი საპატიმროდან ვადაზე ადრე გაათავისუფლეს. პროკურატურა განათლების სამინისტროში მუშაობას განაგრძობს. პროკურატურა შემოწმებას დიმიტრი შაშკინის ბრძანების საფუძველზე 5 აგვისტოდან აწარმოებს. დიმიტრი შაშკინის განცხადებით, მან პროკურატურას თავად სთხოვა შემოწმება, რათა საზოგადოება დარწმუნდეს, რომ სამინისტროში შემავალი ყველა უწყების საქმიანობა გამჭვირვალეა და ჰქონდეთ ინფორმაცია, თუ რაში იხარჯება ბიუჯეტიდან განათლების სამინისტროსთვის გამოყოფილი თანხა. სამინისტროს ოფიციალური განცხადების მიხედვით 2007-2009 წლებში სამინისტროსა და მის დაქვემდებარებულ დაწესებულებებში კი დარღვევებია აღმოჩენილი. ამ პერიოდში ministris თანამდებობა კახალომაიას, გიანოდიასა და ნიკა გვარამიას ეკავათ. გიანოდი ამბობს, რომ მისთვის ამ დრომდე პროკურატურას არ მიუმართავს, თუმცა ასევე აღნიშნა, რომ კითხვებზე პასუხის გასაცემად მზად არის. სამინისტროში არის შემოსული გენერალური პროკურატურის თანამშრომლები იმისათვის, რომ მიმდინარეობს და ჩაატარონ გეგმიური შემოწმება სამინისტროს სტრუქტურაში შემომავალი ყველა უწყების. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, რომ სისტემა იმუშაოს ტრანსპარენტულად, გამჭვირვალედ და საზოგადოებას ჰქონდეს აბსოლუტური ინფორმაცია, თუ რაზე იხარჯება თანხები განათლების სისტემაში. პროკურატურის შესვლა არ არის რიგით შემოწმება, ცხადია, თავდაპირველად ამოწევს კონტროლის პალატა, ჩემ დროს იყო კონტროლის პალატის შემოწმებები. ასე ვთქვათ, უფრო ძველ პერიოდთან ჰქონდათ მათ პრეტენზიები, მაგრამ ისეთი უფრო ბოლო დროინდელ პერიოდთან რაღაც არსებითი და მნიშვნელოვანი არ მახსოვს. რა კი ბატონმა დიმიტრი შაშკინმა ეს გადაწყვეტილება მიიღო, ალბათ მან აღმოაჩინა რაღაც ისეთი, რაც ასეთი ტიპის რეაგირებას საჭიროებდა, მაგრამ მე ამის შესახებ არაფერი არ ვიცი. ცნობილი ფეხბურთელის გიორგი დემეტრაძის ადვოკატები საქართველოს პროკურატურას სტრასბურგში ურჩევიან. დემეტრაძის ადვოკატ მარიკა ფხალაძის განმარტებით, საგამოძიებო უწყებები ადვოკატებს მათი დაცვის ქვეშ მყოფი პირის უფლებების დაცვის საშუალებას არ აძლევენ. მისი თქმით, დემეტრაძე ფაქტობრივად დაცვის გარეშეა. მიუხედავად არაერთ გზის მოთხოვნისა და არაერთი საჩივრისა, საქმის მასალებს ადვოკატები ამ დრომდე ვერ ეცნობიან. ასევე უცნობია თუ რა ეტაპზეა გამოძიება ან რა სამხილებს ეყრდნობა ის. შეგახსენებთ, გიორგი დემეტრაძე ქურდული სამყაროს წევრობის ბრალდებით 7 ივლისს დააკავეს. ამჟამად ფეხბურთელი წინასწარ პატიმრობაში იმყოფება, რომლის ვადაც 7 სექტემბერს იწურება. და საქართველოში ფაქტურად ამოვწურეთ ის ინსტანციები, რომლისთვისაც შეგვეძლო მიგვემართა, რომ მოგვეთხოვა ჩვენი კანონიერი უფლებების განხორციელება
და ამ მიზანს ვერ მივაღწევთ. იძულებულობის შევიფენით, რომ აღნიშნულ დარღვევებთან დაკავშირებით მიგვემართა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოსთვის და იქ მივმართეთ მას ასევე ახვითი ღონისძიების კანონიერების საკითხის განსახილველად, იმიტომ რომ ჩვენ მიგვაჩნდა და მიგვაჩნია დღემდე, რომ დემონსტრაციისა და სხვათა მიმართ, ვინც აღნიშნულ საქმეზე არიან დაკავებულები, არ არსებობდა ახვითი ღონისძიების გამოყენების ფაქტობრივი საფუძველი.